მოგესალმებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ. მეგთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩათ ახალი ვიდეოები. ასევე გთხოვთ მოიწონოთ არხი, დააკომენტაროთ, რაზე გსურთ გავშალოთ შემდეგი თემები და თან გავიგო რამდენად რეზონირდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეგახსენებთ, რომ 10 რიცხვიდან უკვე შემიძლია გაგიკეთოთ პირადი კონსულტაციები, სადაც მოქმედებს 50%-იანი ფასდა კლება 20 იანვრის რიცხვამდე. დღეს კი მე თქვენთვის გავაკეთებ გაშლას ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ნახოთ, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა და ამჟამად თქვენზე. ფიქრი, რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. ნახეთ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დასრულდა, ან რაღაც ძირეული შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. და რაღაც ახალ ეტაპზე გადახვედით, სადაც თქვენ საკმაოდ ხიარულად, კარგად გრძნობთ თავს და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ წახვედით ახალი გზით, ახალ ურთიერთობაში, ან ახალი საქმე წამოიწყეთ, ან სადღაც გაემგზავრეთ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ შვენივრად გრძნობთ თავს, მიუხედავად ცვლილებებისა და შეიძლება ეს ცვლილებები არც თუ ისე მარტივი იყო, მაგრამ ეს ადამიანი თვლის, რომ თქვენ აი ამ ცვლილებების მიუხედავად შვენივრად გრძნობთ თავს. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი. ეს ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ეჭვიანობს ეს ადამიანი ვინმე მამაკაცზე და ხომ არ თვლის, რომ თქვენ სხვისკენ გადაიხარეთ. გონია, რომ ეჭვიანობს ეს ადამიანი თქვენზე, მეგობრებო. ნახოთ, მისი გრძნობები თქვენს მიმართ. ამ ადამიანისთვის ძალიან სასურველი ადამიანი ხართ, თუმცა ცოტა ბავშვური. შეიძლება ხშირად გეუბნებათ კიდეც, რომ ბავშვურად იქცევით. და ეს ადამიანი ამჟამად და ახლა საკმაოდ დაძაბულია, ან თქვენი შორის დაძაბული ურთიერთობა ამ ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მე ვიკითხე გრძნობები, თქვენ მინდა გითხრათ, რომ მისთვის ხართ სასურველი, ყოველ მხრივ შემკული ქალბატონი, როგორც ფინანსურად, ასევე გარეგნულად მომხიბვლელი, რესურსიანი ქალბატონი ბრძანდებით. თუმცა ეს ადამიანი თვლის, რომ რაღაც მომენტში თქვენი მოქმედებები არის ბავშვური. კიდევ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. საკმაოდ მოწყენილია ეს ადამიანი, თუმცა ამას არ გაჩვენებთ. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე ენერგიებშია, ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაშია ეს ადამიანი და გაუსაძლის ტკივილს განიცდის თქვენდამი სიყვარულის გამო. რამ გამოიწვია ეს მისი ეს ტკივილი? ნახოთ, რამ გამოიწვია ეს ტკივილი? მეგობრებო, ეს ადამიანი ძალიან დამოკიდებულია თქვენზე. რაღაც საიდუმლოებამ, რაღაც თქვენ შორის რაღაც იყო დაფარული, რამაც გამოიწვია ამ ადამიანის აი ასეთი მდგომარეობაში ყოფნა.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. მოდით ასტას შევცვლი. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? რას გრძნობს? ამჟამად და ახლა და ამჟამად ეს ადამიანი ძალიან დიდ ტკივილს განიცდის. ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ აი ასეთ ტკივილში ახლა და ამჟამად აანალიზებს თავის მოქმედებას, თავის სიტყვებს, რაც გითხრათ, აანალიზებს აი იმ თქვენს ურთიერთობას, რამაც გამოიწვია აი ეს დიდი ტკივილი და რაღაც მოლოდინის რეჟიმშია ეს ადამიანი, მაინც ელოდება აი მზის ღიუს თქვენს ურთიერთობაში. მიუხედავად ახლა ამ სევდიანი ტკივილიანი განწყობისა, მას მაინც აქვს რაღაც იმედი. ნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. ეს ადამიანი ახლა და ამჟამად მუშაობს თავის თავზე. შეიძლება ისედაც ძალიან დაკავებული ადამიანია და სამსახურის თემებით არის დაკავებული, მაგრამ ვითომ სხვათა შორის, ვითომ შეიძლება უბრალოდ მოგიკითხოთ, ვითომ შემთხვევით შეიძლება სულ შემთხვევით გადაგეყაროთ და გადაიკვეთოს თქვენი გზები და ეს ადამიანი ეცდება დაიწყოს ახლიდან თქვენთან ურთიერთობა. შეეცდება ახლიდან დაიწყოს ურთიერთობა. რას მოიმოქმედებს კიდევ ნახოთ ეს ადამიანი. ორი არკანი ამოყვა. ჯერჯერობით ახლა და ამჟამად ეს ადამიანი მხოლოდ სინანულშია, მაგრამ გეგმავს ეს ადამიანი, როგორ მოვიდეს თქვენამდე. ეს კარმული ურთიერთობაა მეგობრებო, ნამდვილად და ეს ადამიანი გაანალიზებს თავის მოქმედებებს და აუცილებლად შეეცდება შეცვალოს სიტუაცია. რას მოიმოქმედებს? კი ბატონო. კი ბატონო. შეეცდება თავიდან დაიწყოს ეს ურთიერთობა და აი ეს შანსი მაინც გამოიყენოს. კიდევ ერთი შანსი სჭირდება ამ ადამიანს და ოცნებობს ამ ერთ შანსზე და ფიქრობს, რომ ამ ერთ შანსს მაინც გამოიყენებს და ახლიდან დაიბადება თქვენ შორის გრძნობა და ემოცია. ასე რომ მეგობრებო, მე წარმატებას გისურვებთ და ველი თქვენს კომენტარებს და გამოხმაურებას საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.